რა ნიშნით შეიწყალა ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტად დასმულმა მიხეილ ყავალაშვილმა 613 მსჯავრდებული. შეწყალების შესახებ მან ინფორმაცია საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა, წერს, რომ მისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლება გამოიყენა, რაც ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპებსა და სახელმწიფო ინტერესებს. შეწყალება მოითხოვს ყველა პატიმრის პირადი საქმის შესწავლას, დანაშაულის მოტივებისა და გარემოებების, ოჯახური პირობების, დანაშაულის გაცნობიერებისა თუ მონანიების შესახებ და ბევრ სხვა კომპონენტსაც. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის არასრულ ერთ თვეში როგორ მოახერხა ყავალაშვილმა ამდენი ინფორმაციის გადამუშავება, ეს არის ახლა მთავარი შეკითხვა. ნიკა საჯაია შეეცადა ამ კითხვაზე პასუხების მიღებას, ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. დიახ, ეს არის მთავარი კითხვები, რომელიც ყავალაშვილთან დაკავშირებით აქვთ მის ოპონენტებს და აცხადებენ, რომ აქ საინტერესოა მართლაც რითი იხელმძღვანელა ქართული ოცნების მიერ დანიშნულმა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა, როდესაც შეწყალების აქტი გამოსცა. თავის მხრივ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თუ შეწყალების კომისიის ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ შეწყალება არის ჰუმანური აქტი და თავად აქთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ აქ არის და სავარაუდოა, რომ ეს იყო შერჩევითი მიდგომა, შერჩევითი სამართალი და არც იმას გამორიცხავენ, რომ ყოველივე ეს უკავშირდებოდეს ეგრეთ წოდებულ წინასწარ ზავს, წინასაარჩევნო პერიოდისა და აღნიშნავენ, რომ არ არის გამორიცხული შეწყალებულთა უმეტესობა ქართულმა ოცნებამ საკუთარი პოლიტიკური, ესე ვთქვათ, ინტერესებისთვის გამოიყენოს. პატიმრების შეწყალება, როგორც ჰუმანური აქტი, არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური შესაძლებლობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მხრიდან. თუმცა არალეგიტიმურმა მიხეილ ყავალაშვილმა, როგორც შეძლო 20 დღის განმავლობაში 600-ზე მეტი საქმის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება არის სრულიად წარმოუდგენელი, რაც აჩენს ეჭვებს იმ კონკრეტულ პოლიტიკურ მიზანშეწონილობასთან, როგორც იქცევა ქართული ოცნება და მათ შორის წინა ხელისუფლებები წლების განმავლობაში არჩევნებზე დებდნენ გარიგებებს და პირობებს, ვის შეიწყალებდნენ, ვისაც ეკუთვნის მათ გარდა ბევრად უფრო კრიმინალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი სწორედ შეწყალების საქმეზე არის ერთ-ერთი მიმდინარე საქმე, რომელიცაც ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში არის მიცემული. ეჭვებს აჩენს ასევე ის ფაქტი, რომ მიხეილ ყავალაშვილის მიერ შეწყალებული პირების შესახებ არ არის გამოქვეყნებული რა მუხლით მსჯავრდებული პირები არიან შეწყალებულები. სამწუხაროდ რეჟიმის ბუნებიდან გამომდინარე და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ასეთი მასშტაბური შეწყალების, ასე ვთქვათ, აქტი არის რა თქმა უნდა ახმულიქნეს როგორც რაღაც ჰუმანური აქტი, არამედ როგორც რეჟიმის მცდელობა, რომ ერთი მხრივ ალბათ მოახდინოს რეკრუტირება ახალი ჯგუფების, ტიტუშკების და ასევე თითქოს და რაღაცა პოზიციონირება მოახდინოს, რომ ის არათუ აკავებს ამდენ დანაშაულ ადამიანს და ჩადის ესეთ დანაშაულებს და ქცეულია რეპრესიულ აბსოლუტურად სისტემად, არამედ თითქოს და რაღაცა ჰუმანურ პოლიტიკას მიმართავს და ციხეებიდან თავისუფლებს გარკვეულ ადამიანებს, არ და ჩვენ ვხედავთ, როდესაც უდანაშაულობით, ათეულობით ადამიანი ახალგაზრდა არის ციხეში გამოგონილი ბრალდებებით. პირველ რიგში შეწყალების აქტთან დაკავშირებით მე პირადად კი არ მაქვს როგორც ფენომენთან, როგორც ჰუმანურ გადაწყვეტილებასთან პრობლემა. პირიქით, მე ყოველთვის მივესალმები, რომ მეტი ჰუმანურობა გამოიჩინენ ხოლმე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებმა პატიმრების მიმართ, იმიტომ რომ არა გვაქვს ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო და სასამართლო არა გვაქვს, ყველა განაჩენი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აქ იწვევს თავად ყავალაშვილის გადაწყვეტილების შინაარსი, არა ფაქტი, არამედ შინაარსი, რაოდენობა დიდია და ამ მცირე დროში ის შეისწავლიდა თუ არა ყველა საქმეს და მიიღებდა თუ არა სამართლიან გადაწყვეტილებას, მე არ მჯერა და უფრო მგონია, რომ ეს იყო წინასაარჩევნო დაპირებების თვის ალბათ დაგროვებული ვალდებულებების შესრულება. თუ ესე არ არის, ძალიან მარტივად დავწმუნდებით, აი იმ რეპრესიების ფონზე, რომ ეხლა ძალიან ბევრი უკანონო დაპატიმრებული ადამიანი ის ციხეში, რომელიც ელოდება სამართლიან გადაწყვეტილებას და თავისუფლებას, ძალიან მალე გამოჩნდება მისი სტანდარტი.
როგორ მოახერხა ქართული ოცნების მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა 20 სამუშაო დღეში 600-ზე მეტი საქმის შესწავლა. ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც უჩნდებათ მათ შორის სპეციალისტებს, ადამიანებს, რომლებიც შეწყალების კომისიაშიც იყვნენ და აქ საინტერესოა მათთვის სწორედ ის გარემოება, რამდენად შეისწავლა იგივე რისკები, რისკ ფაქტორები, უკვე გათავისუფლებულებისა, ასევე კონკრეტული საქმეები, რის გამოც მშავდებულები იხდიდნენ სასჯელს და წარსულში მათ ჰქონდა თუ არა სხვა რაიმე სახის დანაშაული, რაც ასეთი აქტის გამოცემის დროს და შიგნით მოხვედრილი პირების საქმის შესწავლისას არის მნიშვნელოვანი. თუმცა თავად ქართულ ოცნებას ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს. დღეს ამის შესახებ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ეგრეთ წოდებული მთავრობის სხდომაზე, სადაც ქართული ოცნების პრემიერმა ქართული ოცნების მიერ დანიშნულ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და მისივე გაკეთებულ განცხადებაში ეკითხება და ის პირდაპირ საუბრობს, რომ აქტიურად მოხდა თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებებთან შესაბამისად მან მადლობა გადაუხადა თავისივე კაბინეტის წევრებთან და ნიშნის მოგებით ისაუბრა, რომ სხვა პრეზიდენტებთან წლების განმავლობაში უბრალოდ ვერ ხდებოდა შესაბამისი ურთიერთობის დამყარება და სწორედ ამიტომ არ იყო ასეთი დიდი შეწყალების აქტები გამოცემული წინა წლებში. მადლობა მინდა ასევე გადაუხადო ჩვენი უწყებების ხელმძღვანელებს, შესაბამის მინისტრებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ საქართველოს პრეზიდენტთან, ბატონ ანდრია ოხანაშვილს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, ჩვენს სამთავრობო უწყებებს. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის, რა თქმა უნდა, მომავალშიც მზად ვართ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომ ყოფილიყო ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობა გასული წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ადრე იქნებოდა შესაძლებელი ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება ძალიან ბევრ პატიმართან მიმართებით. ასეთი იყო თავად კობახიძის შეფასება მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოცემულ აქტზე. ბუნებრივია არსებობს ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რომელ მუხლებს შეეხო და რომელი მუხლით მსჯავრდებულებს შეწყალება, თუმცა ეს დეტალური ინფორმაცია არ იძებნება გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტის საიტი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტი ოფიციალური ამ დრომდე არ მუშაობს და შესაბამისად მედიას და საზოგადოებას სამშაბათ აქვთ მხოლოდ ის განცხადება, რომელიც ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.